მაყურებელსაც უთხრათ, ვიდრე პირდაპირ და საგანგებო ეთერში ვართ, შესაბამისად ყველაფერს ეთერში ვაჩვენებთ და ცოტა არაორგანიზებულად რამე თუ იქნება, ალბათ ყველას ესმის, რომ მოგესალმებით. მე მგონი დრო არ დავკარგო და დავიწყოთ, იმიტომ რომ ყველას შესაძლებლობა წარმოადგინო არ მექნება, თუმცა ყველას გიცნობთ. მე მინდა რომ მე ნაკლებად ვისაუბრო და თქვენ დაგითმოთ დრო და დავიწყოთ როგორც ხალხი. ჩვენც ესე გვინდა, კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აქ ვართ და ძალიან სამწუხაროა რომ დაგჭირდა ასე ვთქვათ მრავალათასიანი ადამიანის აქ მოსვლა, იმიტომ რომ იქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის კარი ღია არ იყო. სხვანაირად ვაპირებდი დაწყებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვა ნინია კაკაბაძემ სანამ გავიდოდა და თქვენთვის როგორც ამ არხის დირექტორისთვის ეს არის გასათვალისწინებელი რომ ისეთი ადამიანი, რომელიც აი ესე ექცევა საზოგადოების წევრებს და მათ შორის ნინია კაკაბაძესაც არ უნდა ეკავოს ის თანამდებობა, რაც უკავია. ანუ გიორგი გვიმრაძის პასუხისმგებლობის საკითხი არის დასაყენებელი, ეს არის ფაქტებით, რაც თქვენ ნინიამაც გაჩვენა. თუ შეიძლება ეს დავასრულებ, მე არ მინდა თქვენი ჩარევები ძალიან გქონდეთ რა. ისედაც ჩვენ შევეცდებით და მე პირადად რომ ძალიან მოკლედ თქვა ჩვენი საქმე, იმიტომ რომ გარეთ ბევრი ადამიანი არის. ანუ გიორგი გვიმრაძის საკითხი არის დასაყენებელი, ეს აბსოლუტურად. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, რომ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოვიდა აქ შეიკრიბა და გარეთ თქვა გველოდება რაღაცნაირად მოხდა ამ ჯგუფის შეკრება და ჩვენ მოვხვდით აქ და ასე ვთქვათ ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ხო? მე ერისთვის მოვედი აქ, იმიტომ რომ პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელმა ძალიან დიდი ხანია დაკარგა ის ფუნქცია, რაც მას აქვს და აბსოლუტურად ავრცელებს იმ მასობრივ დეზინფორმაციას და იმ ტყუილებს სიძულვილს, რაც ვთქვათ შემდეგ ხელს უწყობს იმ პროცესებს, რაც გარეთ ხდება. არ და რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ესე იგი საზოგადოებაში არის უდიდესი სოციალური პრობლემები, რომელსაც აბსოლუტურად არ ემსახურებით. მე ვარ მასწავლებელი და მე ვხედავ მაგალითად სკოლაში მოსწავლეების შიმშილს. მე ვხედავ უდიდეს სოციალურ პრობლემებს სტუდენტებში, რომელთაც თავით სტუდენტური საცხოვრებელი არ აქვთ. ასე შემდეგ და აი ამ სოციალური პრობლემების ფონზე თქვენ როდესაც აი ამ სიძულვილს აჟღერებთ და აბსოლუტურად ჩამოცილებული ხართ რეალობას და ეს ადამიანები იბრძვიან თავიანთი უფლებისთვის, თავიანთი ხმის უფლებისთვის და თავიანთი სოციალური უფლებებისთვის, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები დავირაზმოთ, ვიყოთ აქ ნამდვილად და ჩვენი უფლება, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლება დავიბრუნოთ, ხო? ეს არის ძალიან მოკლედ და შემდეგ კიდევ ვიტყვი. გამოხმაურებები არ გვინდა თუ შეიძლება რომ ვიტოვებ ორი ფრაზით ხოლმე რაღაცაზე რომ გიბრალოს. არა, არის საჭირო თქვენია ეს ტელევიზია ნებისმიერ დროს ჩვენ თქვენ თქვით რაც გენებოს. ისეთ რო გექნებათ ძალიან ბევრი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, რამდენიც კი ბატონო. ხო. თქვენ თუ გავაცეთ. არა, თქვენ ჩვენი ხმა გენდა გავა. რაც შეიძლება ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენთ თუ აი დღეს სტუდიაში აი გამითენდებოდა დღე რომ დღეს სტუდიაში დავიწყებდი ამაზე საერთოდ საუბარს. დღეს გავიღვიძე, როგორც გავიღვიძე ზუსტად 9 წლის ასაკში, 9 აპრილის შემდეგ და ზუსტად იგივე სუნი, ზუსტად იგივე რიტმი, ზუსტად იგივე გრძნობა მქონდა 2 საათიან დასვე ბოდიში, არა სტუდიურ გარეგნობა მაქვს, იმიტომ რომ სავარძელში მძინავს უკვე ეს ბოლო დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ მივდივარ აქციის შემდეგ, ვზივარ სავარძელში ჩართული მაქვს ეკრანი, რომ იქ რა ხდება, ჩამიძინება, იმიტომ რომ ფიზიკურად ადამიანს აღარ აქვს იმდენი ენერგია, რომ დაუძინებლად 72 საათი იყოს და მე მივდივარ ვიცინავ, უბრალოდ ქურთულს მოვიცმევ და მოვიდივარ. აი ამ ფორმაში. რატომ მომიწია 46 წლის ასაკში აი ესეთ მდგომარეობაში ყოფნა? ყველა იმ ადამიანს მივმართავ ამ ტელევიზიით, ვისაც ტელევიზიის იქით გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ. ეს არის უნარშეზღუდული ადამიანები, რომლებიც ხედავთ ეტლებში და არ ეღირს ამ ქვეყანას 35 წლის განმავლობაში, რაც ამ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან გამოვედით, რომ ეტლით თუნდაც მიტინგზე მივიდეს და მონაწილეობა მიიღოს. ეს არის სირცხული. მაგრამ ყველაზე ცუდი და ყველაზე საშინელება დღეს რისთვისაც მოვედი, რომ დრო გავიღვიძე დღეს, არ ჩავრთე ის ღილაკი, რომელიც შეიძლებოდა საზმოუწყებელზე ყოფილიყო მიმართული. ჩავრთე საერთოდ სხვა ღილაკი, აი ამას ვლაპარაკობ მე. რატო ვლაპარაკობ ამ არხზე? იმიტომ რომ ეს არის ეროვნული, ასე ვთქვათ, ქვეყნის არხი, რომელსაც ხელმისაწვდომი, აი ეს არხი არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ყველა სახლში იყოს
ეს ინფორმაცია ყველას შეეძლოს ტელევიზიაზე პულტის ხელის დაჭერა და აი ამისი მოსმე, ჩემი ხმის მოსმე. და გთხოვთ ადამიანებო, არ იფიქროთ, რომ დავეცით და სულ ყველა ისეთი დაბიო ვართ და სულ ყველა ისეთი შიშარა ვართ, სულ ყველა ისეთი გაყიდული ვართ, როგორც ის ადამიანები, რომლებიც სტუდიაში გამოდიან და ვერ ბედავენ, რომ თქვა, თავარი მოძალადის, თავარი სისხლის მსმელის, ვინც გუშინდელი ღამე ჩაატარა იმისი გადადგომის შესახებ. აბსოლუტურად. ეს არის მე ის კადრები ვნახე, რომელიც აი არ ვიცი, მეგონა რომ ცხოვრებაში ამას რაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ რა ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, საერთოდ რა ფასეულობებზე ვლაპარაკობთ. გადის ალბათ ის კადრები, იქნება გაიყვანოთ იმ ადამიანის კადრი, არც სახელი ვიცი იმ ბავშვის არც გვარი. მე მივაწოდე ეს, გაუშვით. ძალიან გთხოვთ, გაუშვით ის ვიდეო, რომელიც აქ შემოსვლისას მოგაწოდეთ. არა, ეხლა რა ვიდეოზეც ლაპარაკობს, ის ვიდეო გაუშვით ძალიან გთხოვთ. 13 სენიორო კვლევები ეს არის იძლევა დასკვნას და civilურ სამყაროში აღიარებულია რომ ატრიალეთ ეგ ვიდეო ადამიანის გარდა არ გაიყვანოთ არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს დედამიწაზე არ აქვს შესაძლებლობა განიცადოს სირცხვილი და თანაგრძნობა. აი ეს თუ არ შეუძლია ხარ ცხოველი ხარ გუშინ გალიდან გამოუშვეს არ ვიცი რამდენი ასეული ცხოველი მიასიეს ჩემი შვილის ხელა ბავშვებს და დაამტვრიეს ძვლებში. აქვე მოვითხოვ გათავისუფლდეს ყველა ბავშვი რომელსაც დაულეწეს თავპირის მკვლევით გაიყვანეს მაქციმა იქ შეიძლება მე ყოფილიყავი ჩვენ უბრალოდ გამიმართლა უბრალოდ გამერთო ვიღაცა ვერ დამეცია და ფეხში ხელი ვერ წამომავლო აი ეგ არის მეტი არაფერი არ არის ჩვენსა და იმათ შორის განსხვავება გათავისუფლდეს ის ადამიანები რომლებიც ღმერთო ჩემო ასეთები ვართ ისეთები სამართალი რაღაცა თუნუქის დაჭეჭყვისთვის 6 წელი მიუსაჯეს და ხმას იღებს ვინმე ამას ეთერებს უთმობს ამაზე ლაპარაკობენ ვინმე ამაზე რამეს ამბობს გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი რომელიც ლაპარაკობს იმას შეიძლება რაც არ მოსწონს ამ ხელისუფლებას მე ვერ დავხელ ის კიდე ცალკე თემა არის სასაცილო საერთოდ რა ხელისუფლებაზეა საერთოდ საუბარი გაჟონა მიულეტება გაჟონა იმიტომ რომ ჩემი თვალით ნახე რომ გაჟონა დამთავრდა ამაზე საუბარი დამთავრდა ეს არის ტერორისტული ჯგუფი რომელიც აწამებს ხალხს რომელიც გეშავს ვიღაცა არ ვიცი ცხოველებს ადამიანების მოსაკლავად და თქვენ არ რაგავთ იმისი თავი რომ ღირსება დაიცვათ ერის ხართ ეროვნული ტელევიზია რომ მე გენდოთ კი არა იმიტომ რომ მე თქვენ სიქით არავინ არ დამჩენია მე თქვენ სიქით არავინ არ მიცავს მე იქ 100,000 კაცთან ერთად ვდგევარ და მაინც მეუბნებიან რომ ცოტანი ხართ არასაკმარისი ხართ თურმე იცით რა არის კაი სახელმწიფო მე რომ ვდგავარ მარტო და ჩემი ხმა ისმის მთელს ქვეყანაზე აი ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოს ვერ ვეღირსი ამ ქვეყანაში ვერასოდეს ყოველთვის როდესაც მივდიოდი და ვამბობდი მართალ სიტყვას ისევე მესეოდნენ ტურები როგორც დღეს ფოიეში შემომესიმდნენ ის ტურები რომ თურმე მე ვარ ცუდი რომ თურმე მე ვიღაცას რუსი ვეძახე აი თქვენ თანამშრომლებს გაგზელეთ არ მაინტერესებს არ გადავდივარ არც მე ხალხს შევპირდი თქვა სამი რამ ამ სტუდიიდან პირველი გათავისუფლდეს ყველა ნაჟეჟი, ნაცემი, ნაწამები ადამიანი, რომელიც დღეს დილებში ყავს გამოყოფილი, ეგეთი. მეორე, გაბედეთ და თქვით, რომ აქ აღარ უნდა იჯდეთ, უნდა გადადგეთ, იმიტომ რომ ისაც ცხოველეთი რაც გარეთ ხდებოდა, თუ თქვენთვის მორალურად მისაღებია, მაშინ იჯექით აქ სავარძელში, მაგრამ თქვენ ტელევიზიაზე მე და ჩემნაირი ადამიანები არასოდეს არ გადავთავთ და ყოველთვის ამ ჩვენ არ ხონდა ესეთი არ მაინტერესებს გვალაპარაკეთ თუ ამის თავი არა გაქვთ ის მაინც თქვით რა ის ცხოველების უფროსი ვინც გასცა ბრძანება ის უნდა გადადგეს რა გვარია ის გომელაურია თუ რაღაცა საშინელება თქვენ ართიოთ მე მყავს 15 წლის შვილი სახლში რომ ვირმე შემომივართ ეს შენთან როგორ დავარეკინო შენ ცხოველო შენა შენ ადამიანო და მესამე საკითხი და ყველაზე მნიშვნელოვანი რატომაც ზივარ ამ სტუდიაში ადამიანებო რითითაც დავიწყე
ეს არის შესაძლებლობა და ეს არის არხი და არ იფიქროთ რომ თქვენ ხართ მარტო. კი, შეიძლება თქვენ გაქვთ ისეთ არხებთან ხელმისაწვდომობა, სადაც ყველაფერი ნათელ ფერებშია და გადასარევად არიან ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ იცოდეთ, რომ არიან სხვა ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ. და თუ თქვენ გეშინიათ და აუცილებლად შეგეშინდებათ. ყველა პოლიციას უნდა ეშინოდეს მისი შვილი სამ ქვეყანაში. იმიტომ რომ სწორედ მათ შვილებს ყველაზე მეტად გამოიყენებენ აი ამ სიბინძურეში. მათი შვილები იქნებიან ყველაზე მთავარი საშანტაჟო ინსტრუმენტი მათ მომავალში, იმიტომ რომ დამპალია ეს რუსული სისტემა, რომელშიც ცხოვრობთ და ვერასოდეს ვერ გამოვედით აქედან. მე დავასრულე ჩემი საუბარი. დიდი მადლობა ქალბატონო, იმიტომ რომ აი ეს არის ნამდვილად ის მომენტი, როცა შეგვიძლია რომ თქვათ რომ ამ ეთერში ისმის ხალხის ხმა. მე ძალიან მოკლედ მოგახსენებთ რატომ ვარ აქ, იმიტომ რომ მე ვარ აქ იმიტომ რატომაც ვდგავარ ყოველდღე უკვე თქვენ ნახევარზე მეტია თუ რა ვიცი მე წლებია უკვე ქუჩაში. ეს არის იმიტომ რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მივმართავთ დღეს მხოლოდ მაყურებელს, მეტი არავის. ჩვენ არ გვყავს, არ გვინდა დიალოგში, დებატებში შემოსვლა, არც თქვენ ტექნიკურ საკითხებში არ ვაპირებთ ჩაძიებას, ამაზე უკვე იყო ლაპარაკი. ჩვენ მივმართავთ ხალხს და ვეუბნებით ხალხს იმას, რომ ხმა, რომელიც წაგვართვეს, დროა დავიბრუნოთ ეს ხმა ყველგან. იქნება ეს ქუჩაში, იქნება ეს მედიაში, იქნება ეს ხმები, რომლებიც რა თქმა უნდა არჩევნებზე წაგვართვეს, სასამართლოში წართმეული ხმები, თითოეული იმ ადამიანის, აზზე მეტი დაპატიმრებული ადამიანის, რომელიც საერთოდ არ ვიცით როგორ და რანაირად წარიმართება მათი პროცესები, იმიტომ როგორ უნდა ვენდოთ დღეს ამ სასამართლოს, ჩვენ წარმოდგენა არ აქვს. აი ამ ხალხის ხმების დაბრუნებას ვცდილობ და საბოლოო ჯამში ჩვენი ამომრჩევლის ხმის დაბრუნებას, როგორც ბოლო პუნქტის რითიც რა თქმა უნდა შეიცვლება ეს ქვეყანა დაუბრუნდება იმ ორბიტას, რომელიდანაც ამოაგდეს, იმ ორბიტას, რომელსაც სრულიად წაუშალეს ყველანაირი კვალი და გამოჭრეს საქართველოს მომავალს, ყელი დაჭრეს ეს ქვეყანა, დაჭრილია დღეს და თითოეული ის ადამიანი, რომელიც დღეს დგას ტელევიზიასთან და თითოეული ის ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტთან დგას, რომლებიც ამ წუთასაც უყურებენ თვალებში ზონდერებს, სხვა ქალაქებში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. ყველა გარეთ არის გამოსული და უნდა გამოხვიდეთ თქვენც, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს არც ერთი ჩვენგანის ხმა არ გაისმება ისევე, როგორც არ ისმის ჩვენი ხმა ამ ტელევიზიიდან, ხალხის ხმა არ ისმის ამ ტელევიზიიდან და ძალიან შორი გზის გამოვლა დაგჭირდა იმისთვის ადამიანებს, რომელიც მე პირადად როცა პრემიერა მქონდა ან რაღაცა ვიჯექი ხოლმე ამ ეთერებში და მელაპარაკებოდნენ აქ ფესტივალებზე და როგორც რეჟისორს, მაგრამ როგორც კი ხმა ამოვიღე იმაზე რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, მომენტალურად აღარავინ აღარ დაიწყო ჩემი მოწვევა. აი ამ არხზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი, ტელეიმედზე გვაქვს ლაპარაკი, რომელსაც მთელი საქართველო უნდათ რომ გადააქციონ, რაღაცა ზღაპრულ სამყაროს რო აგვიწერენ, გეგონება არაფერი არ ხდება და გზები იმიტოა გადაკეტილი თურმე რომ ნებიმას რა ქვია სახალხო მორთულობას ამაგრებენ რუსთაველზე, ცოტა ხნის წინ ვნახეთ ეს ინფორმაცია იმედისგან. არაფერი იქ არ ხდება მსგავსი თურმე და აღარასოდეს რო აღარ ეძახიან ისეთ ადამიანებს, ისეთ ხელოვანებს, მაგალითად როგორც პაატა, მეანკი და ძალიან ბევრი სხვა ჩვენზე ბევრად უკეთესი ხელოვანი, რომელიც დგას დღეს ქუჩაში, არც ერთი მათგანის ხმა არ ისმის ამ არხებიდან დღესდღეობით. იმიტომ რომ ვაი და უცებ ვინმემ სიმართლე არ თქვას და დროა დავიბრუნოთ სიმართლე. ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა დავიბრუნოთ სიმართლე ამ ქვეყანაში. ამიტომ ვდგავართ ქუჩაში, ამიტომ რუსთაველის თეატრი გუშინ, რომელსაც მოუწოდებდი რომ გაეხსნა ჭიშკარი. გაეხსნა ჭიშკარი და ის დარბეული ბავშვები მართლა, რომლებიც გარბოდნენ და ორივე მხრიდან უტევდა ეს ამაზრზენი მანიაკების რაღაც დაჯგუფება. სრულიად ამორალური, უკულტურო აბსოლუტურად, რომელიც გამორბის უნივერსიტეტებიდან და სტუდენტებს ესხმის თავზე. ეს არის დღევანდელი კულტურა, რომელსაც გვპირდება ქართული ოცნება. კულტურა ველურების, სადაც პირველი უნივერსიტეტი საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელით მიფეხქვეშ გაითელა და სადაც სტუდენტები კი არ გარბიან თავის შესაფარებლად. არამედ გამორბიან იქიდან, იმიტომ რომ მოსდევენ საცემრად. აი ეს არის დღევანდელი საქართველო და დღევანდელი კულტურა ეს არის. საყდრისის კულტურაა, რომელიც ააფეთქეს. გელათის კულტურაა, რომელიც ინგრევა. და ის ქალაქები, ის სოფლები, რომლებიც ინგრევა დღესდღეობით, ბალდა იქნება შუქრუთი თუ სხვა.
ამოკერილი პირით რო დგას, აი საქართველოს დღევანდელი მოქალაქე, ამოკერილი პირით, რომელიც არავის არ აინტერესებს. აი ეს არის დღეს საქართველოს მოქალაქე და ამას გვიპირებენ ყველას, რომ თუ არ გავჩუმდებით, იქნება ძალიან სახიფათო ჩვენთვის. და ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც დღეები აღარ გვიძინია უკვე იმის ნერვიულობით, რაც ხდება, ეს ტირანია, რასაც მართალ ხედავთ ქუჩაში. არ ნახული სურათები, რომელსაც ხედავთ. დარბევის, წამების, დაცინვის, რაც თავარია და ჟურნალისტებზე თავდასხმის, რომლებიც არიან სიმბოლო გამოხატვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებას ესხმის თავს ეს ხელისუფლება, როგორც ჩვეულებრივი პუტინის მოხელე, მონა პუტინის და რუსეთის. აი იქ მიაქანებენ, იმ მეთოდებში მიაქანებენ ამ ქვეყანას. როდემდე უნდა შევეგუოთ ამას? როდემდე უნდა დამიდგეს წინ ფოიეში ბრბო, რომელიც თქვენ დაგვიყენეთ დღეს? რომელიც გამოცვიდა აღშფოთებული გველაპარაკებოდა იმაზე, თურმე აი ჩვენ სხვანაირად მუშაობთ, როდის მუშაობთ სხვანაირად. არ გველაპარაკებით მეთქი, გითხარით მე თქვენ. სხვანაირად არ მუშაობთ. გამოდით, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ძალადობას რომ გმობთ, ეს არ არის საკმარისი, ეს ნებისმიერ შეუძლია, ამის ხელისუფლებაც გმობს უკვე თავისი ტრიბუნებიდან იმას თვითონ რასაც ჩადის. აი ამ რეალობაში არა, ხო თქვენ ხო დაგვიდით რა თუ შეიძლება. ჩვენ ყველა მოკლედ ლაპარაკობთ და ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი რა მართლა უკვე აუტანე. ბოდიშსაც არ მომიხდით. არა, ვაცალეთ, ნუ გვიშლით ხელს, ვიტყვით სათქმელს და დავტოვეთ. როგორც საჭიროთ, აქ მაინც ნუ მეტყვით როგორ უნდა ვითამაშოთ არაფერს მე მგონი ეს აგვასრულებინეთ ძალიან. წლიანი ხელფასის გადასახადებელია და ამისთვის ვარ დღეს. ამიტომ საბოლოო ჯამში ბოლო წინადადებას ვიტყვი და საერთოდაც შეიძლება არც დაურჩე აქ, ამიტომ არ მაინტერესებს თქვენი არა, შეგიძლიათ კიდე გააგრძელოთ, არ პასუხობთ. გეუბნებით იმას, რომ ჩვენ დღეს ვდგავართ ისეთი ზღვარის წინაშე, სათითაოდ ყველა ჩვენგანი, სადაც კულტურა, გამოხატვის თავისუფლება იქნება, სოციალური კეთილდღეობა ამ ქვეყნის, ეს ყველაფერი ჩვენ წაგვართვეს. ყველაზე ცუდი რეალობა ის კი არაა, როცა ქშია, თუმცა ამაზე უარესი რეალობა არ არსებობს. ყველაზე ცუდი რეალობა არის, როცა ქშია და თან ვერც იტყვი, რომ ქშია, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება წაგართვეს. აი ეს იქნება ხვალინდელი დღე ამ ქვეყნის. ხვალინდელი დღე ამ ქვეყნის იქნება ისეთი, სადაც აბსოლუტურად აღარ გვექნება ჩვენ იდენტობა, იმიტომ რომ უნივერსიტეტი გადააქცეს ობიექტად. ობიექტზე ვართ, ასე ამბობენ ჩვენი სპეცრაზმელები. ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს მათთვის ობიექტი, საიდანაც სადამსჯელო ოპერაციას იწყებენ. რუსთაველის თეატრი, სადაც მთელი ჩემი ოჯახი მუშაობდა, მთელი ჩემი ოჯახის შექმნილია მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი მაგ თეატრის. აი ამ თეატრში იდგა დღეს დილას შევარდნილი სრულიად ესა ბავშვების გამოსათრევად იქ ხალხი. რუსთაველის თეატრის თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვეუბნები აქედან, ასევე რომელმაც კარი გაუხსნა ამ ბავშვებს, რომელმაც შეიფერა დაცვის თანამშრომელს ვეუბნები უდიდეს მადლობას, რომელიც გადაეფარა ბავშვებს გუშინ. ამ შეშინებულ ბავშვებს, დამფრთხალ ბავშვებს გადაეფარა. აი ეს ერთი დაცვის თანამშრომელი. და ჩვენ ხედავდით იმ სურათებს, როგორც წაავლო ყელში ამ გოგონას სპეცნაზის თანამშრომლებმა, სპეცსამსახურის თანამშრომელმა. როგორ წაავლო ხელში და ჩალურჯება ქონდა ინტერვიუს შემდეგ. როგორ მოხსნეს ადამიანი შუა ინტერვიუდან და გააქანეს არც კი ვიცით სად. ჩვენი მსახიობები მათ შორის არიან დღეს ციხეში. გურჯაანში და სადღაც გააქანეს გუშინ ღამე. გიორგი ბახუტაშვილი იქნება თუ ირაკლი სირბილაძე. ჩვენი მეგობრები, ჩემი მართლა კოლეგები, 100 მეტი ადამიანი, 150. აი ამ რეალობას გვპირდება, შიშის, ტერორის და სირცხვილის რეალობას გვპირდება ეს ხელისუფლება დღეს. და ყველა ვინც დღეს არ დაიბრუნებს იმ სივრცეს, საიდანაც უნდა ისმოდეს თავისუფალი სიტყვა, იქნება ეს პირდაპირი ეთერები, იქნება ეს თეატრები, იქნება ეს სასამართლო, ქუჩა, ნებისმიერი სივრციდან უნდა ისმოდეს ის, რაც ამ წუთას აღელვებს ხალხს. მხოლოდ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს ჩვენი ეთერებიდან, მეტი არავის ხმა ჩვენ არ გაინტერესებს და ეს ხალხი ძალიან მალე დაიბრუნებს ხმას და ამბობს უკვე და იბრუნებს ეს ხალხი, იმიტომ რომ შეუძლებელია შეაკავო თავისუფალი ხმა. შეუძლებელი იქნება ამ ხელისუფლებისთვის რამენაირად დაუპირისპირდეს იმ მოძრაობას, იმ მუხტს, რომელიც დღეს აქვს ჩვენ საზოგადოებას, იმ უშიშრობას, იმ სიცილს, რომელსაც უპირისპირებს რაღაცა უბადრუკ მცდელობებს მათი დაშინების. არ ეშინია ამ ხალხს.
ქვეყნის დაკარგვის ეშინია. ქვეყნის და კულტურის დაკარგვის და გნებავთ ქართველობის დაკარგვის თუ გნებავთ. იმიტომ რომ ის სიმბოლოები თუ გაირყვნა, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა, თუ აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა, არც ერთი ისტორიული თეატრი აღარ არის ობიექტად არის გადაქცეული, უნივერსიტეტები არის ობიექტებად გადაქცეული, საყდრისი თურმე ეს არის, რა ქვია, ბიზნეს შესაძლებლობა, რომელიც შეგვიძლია ავაფეთქოთ და იქიდან რაღაც ოქრო მოვიპოვოთ, მეტი არაფერი, რომელიც ადასტურებს ჩვენს კულტურულობას საერთოდ. ჩვენს ცივილიზაციის საფუძვლებს გვაჩვენებს. ის კულტურა, რომელიც ის მთავრობა, რომელიც მუზეუმებიდან დევნის ხალხს, ის მთავრობა, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებში აფურთხებს დღეს. აი ეს ხელისუფლება, რომელიც იდენტობას გვიცვლის ამ ეტაპზე, გვავიწყებს წინააღმდეგობების მოძრაობებს, მასალებს იღებს საგამოცდო მასალებიდან იღებს უმნიშვნელოვანეს ლიტერატურას, რომელიც სწორედ დიახ ჩვენს ევროპულ იდენტობას უსვამს ხალხს და წინააღმდეგობის ისტორიას შლიან იმისთვის, რომ მან არ ვისპირირდეთ ან შთაგონდეთ ჩვენი უდიდესი წინაპრებით. აი ეს არის ის ქვეყანა, რომლის მიღებაც უნდათ. აბსოლუტურად გაუნათლებელი პრეზიდენტით, რომელიც იძახის, რომ დიპლომს მნიშვნელობა არ აქვს. დიპლომს აღარ აქვს თურმე მნიშვნელობა. სტუდენტების ყოველდღიურ ცხოვრებას არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ დღე მე ვასწავლი უკვე 12 წელია სტუდენტები მყავს. 12 წლის მანძილზე მე ვიცი, მე თვითონაც ვიყავი სტუდენტი და იქიდან მოყოლებული გადასარევად ვიცი, რა არის მათი ყოველდღიურობა. 8 საათი რომ სწავლობენ დღეში, მერე მეცადინეობენ, მერე მიდიან ღამის სათევად რაღაცა სხვადასხვა სუპერმარკეტებში და საშინელებაში, სადაც ასევე არ არის მათი უფლებები დაცული. აი ამას არ რეგულირებს ეს ქვეყანა, ეს არის არაევროპულობა. ევროპული მომავალიო, როცა ვამბობთ, ჩვენ მხოლოდ კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გვაქვს უპირველეს ყოვლისა საუბარი. ეკონომიკურ თანასწორობაზე გვაქვს ჩვენი საზოგადოების საუბარი და მეტი არაფერი. აი პატასაც მიცი. ძალიან გთხოვთ ის ვიდეო გაუშვით, ისევ მინდა რომ იმ ვიდეოს ფონზე თქვა 1-2 სიტყვა. ის ვიდეო ჩვენს პირდაპირ ეთერში გუშინ მქონდა, თუმცა გაუშვებთ. არა, ეხლა გაუშვებ. ნუ მეპასუხებით თქვენი ჭირიმე, ნაკლები დრო დამჭირდა. აქტუალობა ამ ვიდეოს. აი მეგობრებო, დააკვირდით ამ ვიდეოს მაყურებელს მივმართავ. ეს არის ახალგაზრდა, რომელიც სხვა მისნაირ ბევრ ახალგაზრდასთან ერთად უკვე მერამდენე ღამეა დგას ქუჩაში. მერამდენე ღამეა ცდილობს, რომ დაიცვას ის, რისიც ჯერა, რისიც სწამს. იცვამენ, იკეთებენ აირწინაღებს, იციან რაც ელოდებათ, მაგრამ მაინც დგანან, ბოლომდე დგანან აი ამ ავაზაკების, ამ ბანდიტების წინაშე. დააკვირდით, მან 2 კაცია, ვინც ფეხს სახეში ურტყამს. 2 კაცია. ჯერ პირველს დააკვირდით, ის როგორც ცინიკურად ქუსლს მიარტყამს, თითქოს ბურთს თამაშობსო. დააკვირდით, ნახეთ აი ახლა. შეხედეთ თითქოს ბურთს თამაშობსო, ქუსლი დაარტყა და მეორემ კინაღამ მოკლა, ის მეორემ რაც დაარტყა, ის მეორე დარტყმას შეეძლო მოეკლა იქვე ადგილზე, აი ეს ახალგაზრდა ბიჭი, ეს ტინეიჯერი არის ალბათ. შეხედეთ, გამხდარი ულამაზესი ბავშვი შეეძლოთ მოეკლა წუხელს. დააკვირდით აი ამას, უყურეთ აი ამას და ეხლა იცოდეთ აქ რა ხდება. აქ ხდება შემდეგი. ეს ახალგაზრდა სხვა ბევრ ახალგაზრდასთან ერთად ცდილობს, რომ დაიცვას საქართველოში სამართლიანობა, ცდილობს დაიცვას საქართველოში თავისუფლება, ცდილობს დაიცვას საქართველოში ბედნიერი მომავალი. ჩვენი ყველას მომავალი, თუ ჩვენ ოჯახები გვიყვარს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, თუ ადამიანები გვიყვარს, თუ ჩვენ მეგობრები, შვილები, დედები, მამები გვიყვარს, აი ამას უნდა დავაკვირდეთ. ეს ბიჭი იცავს ახლა საქართველოს, ეს ბიჭი და ვინც მას იქ სცემს, ხო? ვინც მას იქ ურტყამს, აი ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის და აი ამ ყალბი ხელისუფლების ავაზაკები, მათ მიერ დაგეშილები, მათ მიერ გამოშვებულები, რომ აი ასე სცემონ, შეგვაშინონ, არ შეგვეშინდება, არც ამ ბიჭს შეეშინდება, ხვალაც გარეთ იქნება და უფრო მეტნი იქნებიან გარეთ და მარტო რუსთაველზე კი არა, ყველა ქალაქში და არ უნდა დავტოვოთ ახალგაზრდები მარტო, დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, ყველა შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, ყველამ უნდა გამოვხატოთ პროტესტი, პროტესტის გამოხატვა დაიწყეთ ხვალინდელი კვირა დღე უნდა იყოს ჩვენი ყველას გაერთიანების დღე. თელმა საქართველომ თქვას, რომ არ შეურიგდება ამას არ შეურიგდება არავინ.
ყველა მთელმა საქართველომ არ შეგიძლიათ ფიზიკურად სადმე წასვლა, რომ თქვენს თანამოქალაქეებთან ერთად თუ არ შეგიძლიათ სადმე წასვლა, თუ არ შეგიძლიათ თქვენი ქუჩები გაავსოთ, თუ არ შეგიძლიათ თქვენი გზაჯვარედინები გაავსოთ, თუ არ შეგიძლიათ თქვენი ხიდები გაავსოთ, თქვენი ქალაქები გაავსოთ, გამოდით სახლის კარის წინ, მოიდგით სკამი და მიესალმეთ ამ ამ ქუჩებში მომსიარულე ახალგაზრდებს და სხვებს, ვინც აპროტესტ დააბრუნეთ ვიდეო. დააბრუნეთ ვიდეო. ეხლავე დააბრუნებენ. მაპატიეთ, მაგრამ მე აქ ვუყვირი სულ სხვებს, თქვენთან საქმეც არ მაქვს, ბევრთან არ მაქვს საქმე. მეგობრებო, ვინც შეცდით, ვინც იცით რომ გაყალბდა, იმიტომ რომ თქვენი ხელით გააყალბეს, ბევრნი იყავით ამაში ჩართული, ხო, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით რომ გაყალბდა. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ გაყალბდა. თელმა მსოფლიომ იცის რომ გაყალბდა. ევროპელებმა თქვეს რომ გაყალბდა, ამერიკელებმა თქვეს რომ გაყალბდა. ვინ უნდა გითხრათ? რუსებმა? თუ ირანმა, რომელმა უნდა გითხრათ, არ გაყალბებულაო. თუ ჩინელებმა უნდა იცოდნენ აქ რა მოხდა. არჩევნები გაყალბდა და იმ არჩევნების მერე ყველაფერი, რასაც აკეთებს ეს უკვე გაყალბებული ხელისუფლება, არის ყველაფერი სიყალბე. და ჩვენ დავტოვეს ხელისუფლების გარეშე, აღარც პარლამენტი ყავს ლეგიტიმური, აღარც მთავრობა ყავს ლეგიტიმური, პრეზიდენტიც არ იქნება ლეგიტიმური. ერთადერთი რაც დაგვრჩა დღეს თავრობიდან ერთადერთი ლეგიტიმური კანონიერი ხელისუფალი არის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მასაც არ აქვს კონსტიტუციით უფლებები. ის ხო სიმბოლური პრეზიდენტია. ის სუფთა იმიტომ არის, რომ საქმის კეთება არ უწევდა ამ ბინძურაში გარევა არ უწევდა. როგორც პრეზიდენტი უნდა იყოს სუფთა და ახლა რა დღეში ვართ? დაგვრჩა მარტო ერთი პრეზიდენტი, მეტი არავინ. და ჩვენ ვცდილობთ რომ დავაბრუნოთ ეს ბიჭი ვცდილობს რომ დააბრუნოს არჩევნები საქართველოში, რომ ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და თუ კი ქართველი ხალხი, თუ კი ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ აი ამათ მხარეს უნდა დგომა, მე გავჩუმდები, კი ბატონო, მაშინ ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში. თუ კი ქართველი ამომრჩეველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში იტყვის, რომ თანახმა ასეთ ქვეყანაში რომ იცხოვროს, მე გავჩუმდები და ვიცხოვრებ მართთან ერთად, გავიზიარებ ამ ბოროტებას, გავიზიარებ ამ უბედურებას, მაგრამ თუ კი იტყვიან, დავრჩები და ვიცხოვრებ. მე არ შემიძლია გაგზელე კუგაცრავად. მე არ შემიძლია, რომ აქ არ ვიყო ეს ყველაფერი არ ვილაპარაკო. მე ჩემი სინდისი მკარნახობს მხოლოდ ჩემმა სინდისმა მომიყვანა აქ. თუ კი სადმე რამეშ გამომარჩია ჩემმა სინდისმა მიკარნახა, ეს გააკეთეო. დღეს საქართველო არის მიჯნაზე. დღეს საქართველო მართლა ომის მიჯნაზეა. ომით გვაშინებდნენ, მაგრამ ომი მათ უნდათ. ომით გვაშინებდნენ, ვითომ მშვიდობის მტრედები იყვნენ და ამას აკეთებენ. უყურეთ, მშვიდობის მტრედები ამას აკეთებენ. დღეს ჩვენ ვცდილობთ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რომ ქართველმა ერმა გადაწყვიტოს რა უნდა, თვითონ მართოს თავისი თავი. გვინდა რომ ევროპული სახელმწიფო ავაშენოთ, იმიტომ რომ ევროპაში დაცულები არიან ჩვენი მოხუცები, იმიტომ რომ ევროპაში განათლებას იღებენ ჩვენი ახალგაზრდები, იმიტომ რომ ევროპაში კეთილდღეობაა, იმიტომ რომ ევროპაში სიმდიდრეა, იმიტომ რომ ევროპაში მშვიდობაა, იმიტომ რომ ევროპაში უსაფრთხოებაა და ეს უზრუნველყო ევროპულმა წესრიგმა. თუ ჩვენთან იქნება ევროპული წესრიგი და წესრიგი დადგება იმ წამსვე, როგორც კი გავწევრიანდებით, მანამდე დადგება წესრიგი, როცა გაწევრიანების გზაზე დადგები, ეს ყველაფერი ჩვენთანაც მოვა სიმდიდრე, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, მშვიდობა. ჩვენთანაც იქნება იაფი საჭმელი და იაფი წამალი. ევროპაში არის ჩვენზე უფრო იაფი საჭმელიც, წამალიც, ჩვენზე უფრო იაფი ტანსაცმელიც. ევროპაში ჩვენზე მეტი აქვს პენსია, ჩვენზე მეტი აქვს ხელფასი, ჩვენზე უკეთესი აქვს განათლება, ჩვენზე უკეთესი აქვს ცხოვრება. იაფი აქვს ყველაფერი და უფასო აქვს ყველაფერი. ჩვენთან ეს ყველაფერი მოვა, თუ კი ჩვენ ვიქნებით იმ იდეალების ერთგულები, რაც ევროპაშია. ჩვენ ეს ყველაფერი გვინდა იმისთვის, რომ არ დასჭირდეს ადამიანებს პირის ამოკერვა და თვეობით რუსთაველზე წოლა წვიმაში, რომ რამენაირად თავისი სიმართლე დაამტკიცონ. შუქრუთელებმა ვერ მიაღწიეს თავის სიმართლეს. არავინ მოусმინა. არც ბალდის კანიონი, არც ის ტყეები და სხვა კანიონები, რომლებიც მდიდრებმა, ბიზნესმენებმა, ვიღაც ინვესტორებმა მიიტაცეს, მოიპარეს. რატო? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არის და მდიდართან შვენივრად კრავს პირს ბიძინა ივანიშვილი. შვენივრად ეყრებიან ერთმანეთს მოსამართლეები, მოძალადეები, ვითომ პოლიციელები, ვითომ უშიშროების სამსახური, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მართლა
არჩევნებს გვიყალბებს, გვართმევს მომავალს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენ ხართ ძლიერები და თქვენზე ძლიერი არავინ არ არის, მაშინ კი ბატონო, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ არ ახართ სინამდვილეში ძლიერები და ჩვენ ყველა ვართ სუსტები და ჩვენ უნდა გვიცავდეს სახელმწიფო და კანონი, რომ ჩვენ გქონდეს ბედნიერი ბავშვობა, კარგი განათლება, კარგი ცხოვრება, კეთილდღეობა, ბედნიერება და ჩვენს მოხუცებს გქონდეთ ბედნიერი ტკბილი სიბერე, რომ ჩვენთან ჯავად რო გახდები განაჩენი არ იყოს და რომ ჩვენთან უსამართლო თუ დაგშაგრავენ, სასამართლო გეგულებოდეს და სამართალი გეგულებოდეს, მაშინ თქვენც ჩვენთან ერთად უნდა იდგეთ. ხვალიდანვე არ შეურიგდეთ ამ უსამართლობას. და ვისაც შეგიძლიათ, ვისაც ასეთ ბრძოლაში შემოსვლა გეშინიათ, მაგრამ გვიზიარებთ, იზიარებთ ჩვენს მდგომარეობას, მშვიდობიანად არაძალადობრივად გააპროტესტეთ, დაიკავეთ თქვენი ქალაქები, იარეთ თქვენი ქალაქების ქუჩებში, დაინახოს მთელმა საქართველომ და ვისაც არ შეგიძლიათ ფიზიკურად, გადით და შეეგებეთ, წყალი მიაწოდეთ, საჭმელი მიაწოდეთ, გამოელაპარაკეთ, გაამხნევეთ ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ სამართლიანობა დააბრუნონ ამ ქვეყანაში. თუ ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა წესრიგი და წესიერება, თუ ჩვენ გვინდა, რომ იყოს სადმე სამართალი, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ. აი ამ ძალის წინააღმდეგ, არსებობს მხოლოდ ერთი ძალა. ჩვენი ერთობა ის რომ ბევრნი ვართ და რომ ჩვენ ხარეს არის სიმართლე. სიმართლეს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი ცინიკური ძალა. ჩვენ მაშინვე გავიმარჯვებთ. რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს. არა, თქვენ გააკეთეთ რეპლიკა. არა, თქვი, იმიტომ რომ ერთადერთი რისი თქვა მინდა სანამ წავალ სინამდვილეში არის ის რომ ერთი მხრივ გურამ რო გავაელოდება ზარს საერთოდ ჯერ კიდევ და უბრალოდ მინდა რომ შეგახსენოთ და მაყურებელსაც შევახსენო რომ ელოდება ადამიანის ზარს და დაურეკოთ აუცილებლად და მეორე მხრივ ძალიან სიმბოლურად მეჩვენება უბრალოდ ის რომ ამ წუთას მაგალითად პარალელურად ჩვენ არ ხედავთ რა ხდება პარლამენტთან. იგივე ხდება. ახლა ხედავთ ჩვენი ეთერის მერე შევალთ ეთერში. ეთერის მერე რა მოხდება კიდე არ ვიცით, მაგრამ фактია რომ ამ წუთას უნდა იყოს აქ წესით პირდაპირ ეთერი ჩვენი საუბარის პარალელურად საიდანაც პარლამენტში პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს დავინახავთ ჩადგმულ რობოკოპებს ისევ და ხალხს ჩართეთ, ეხლა შეგიძლიათ ჩართოთ. იმიტომ რომ აქამდე არ ჩართეთ, აი ბრავო. იმიტომ რომ ორი ამიტომ კარგია, ეხლა არის ჩართული და ჩანს. დიდი მადლობა მე ძალიან გხოთ. მე გაძლევ პირობას რომ ყველაფერი იქნება ეთერში. თქვენი პირობა არ ჭირდება. თქვენ უნდა დატოვოთ თქვენი პოსტი, ვასიკომ უნდა დატოვოს თავის პოსტი, ყველამ უნდა დატოვოს თავის პოსტი. საჯარო მოხელეებს მოგმართავთ, არ შეურიგდეთ ამ უსამართლობას, ყველამ ამოიღეთ ხმა. თქვენ ზურგზე დგას სახელმწიფო. თქვენ შეგიძლიათ ყველაზე მეტად გაუწიოთ წინააღმდეგობა. ყველგან ყველა ეტაპზე ხალხო გაუწიეთ წინააღმდეგობა, არ მიცეთ ამ ბოროტებს გასახანი, ვერ გაივლიან, არ გავატარებთ, არ მიცეთ საშუალებას, რომ ბოროტება განახორციელონ. დავიცავთ თავს და ამ ქვეყანაში შედგება სამართლიანი თავისუფალი არჩევნები და ჩვენ გადავწყვეთ როგორი ქვეყანა გვინდა. ბევრად უსაფრთხო, ომით გვაშინებდნენ, ომში მოგვიყვანეს. კი ბატონო, აი დაასრულეთ თქვენს გინდოდა და ის ხო, მეც მინდოდა რაღაცნაირად რეგლამენტის დაცვას ვცდილობდი და მე შეიძლება ისე ემოციურად არ გამომივიდეს, მაგრამ ქვეყანაში არის ნამდვილად ძალიან სერიოზული კრიზისი, არჩევნები არის მიტაცებული და გაყალბებული და ყარდება დიქტატურა და არის ტოტალური ტერორი. მე უბრალოდ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ ეს ტერორი არ დასრულდება და გაუარესდება. ის სოციალური მდგომარეობა, სიღარიბე, გაჭირვება ადამიანების აუცილებლად გაუარესდება. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის წინააღმდეგობა. ამიტომ მე როგორც განათლების სფეროს წარმომადგენელი, მინდა მივმართო მასწავლებლებს, პროფესორებს, ლექტორებს, ბაღის აღმზრდელებს, მინდა მივმართო მეტროს მემანქანეებს, რკინიგზელებს, ვისაც შეუძლიათ, ვისაც ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს, მაგრამ ვისაც შეუძლიათ, რომ ამოაყირაონ ამ ქვეყანაში ვითარება. ის ევროპულობა ზუსტად იმისთვის გვინდა, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამიტომ ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, შედით, შემოდით ამ წინააღმდეგობაში და დავიბრუნოთ ხმაც, დავიბრუნოთ ქვეყანაც. ჩვენი მოთხოვნა ძალაში რჩება, მოთხოვნა არის თქვენი გადადგომა, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა და ხმის დაბრუნება, რა თქმა უნდა. სრულად. დაუთმოთ დრო ეხა ადამიანები ვისწავლოთ რომ პასუხისმგებლობა ჩვენ საქციელზე უნდა ავიღოთ. სამწუხაროდ ცხოვრობ მთელი ჩემი ცხოვრება ისე, რომ ხდება დანაშაული და ამ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები არ ისჯებიან.
გარდა იმისა, რომ არაადეკვატურია ხოლმე რეაქცია რაღაცა საშინელებაზე, რაც ჩვენ გუში ყველა არხზე არ ვიცი, სადაც ხელი მიგიწვდებოდათ უყურეთ და სადაც ხელი არ მიგიწვდებოდათ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა საიდან უნდა ნახოთ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება, მაგრამ აი ისე მინდა რომ აი ჩემი ასე ვთქვათ ნაწილის ბოლოს ვთქვა თუ ჩვენთვის ეს სტანდარტი მისაღებია თუ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს სტანდარტი მისაღებია რომ ჩემს ქუჩებში საღამოს თუ ღამე ხდებოდეს ის რაც მოხდა მაშინ ნუ გადადგებით მაშინ ნუ შეიმჩნევთ მაგრამ თუ თქვენთვის ეს სტანდარტი მისაღებია იმ მინისტრის ეგრეთ წოდებულის რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და თქვენ ჩემი ხმის ამოღების უფლება აი ამ არხის საშუალებით არა გაქვთ რომ თქვათ რომ ეს ნაძირალა უნდა გადადგეს იმიტომ რომ ის არის სადისტი მაშინ თქვენ ქმნით თქვენ სტანდარტის ქვეყანას რომელშიც მე ცხოვრება თავად არ მინდა და არც ჩემ შულს არ ვუსურვებ და რაც თავარია გათავისუფლდეს ყველა დალეწილი ბავშვი აუცილებლად ყველა დალეწილი ბავშვი გამოუშვით იქიდან მე არ იმიტომ რომ მე არ ვისურვებ თქვენი შვილების იქ ნახვაც მაგ მდგომარეობაში მე არ შემოვიყვანთ კიდე ერთ სტუმარს უბრალოდ მაყურებელსაც მინდა უთხრა და ყველა